კარგი დილა იწყება ყავით და ძალადობით. არ ვიცი რამდენმა გაიგეთ, მაგრამ გუშინ საღამოს ერთ ჩვენ თანამემამულეს საინტერესო საღამო გამოუვიდა, რადგან რუს ან უკრაინელ გოგოს ცხვირში ხიამუშტი და ჩაულეწა სახე. სანამ ვიდეოს გაჩვენებ და ზოგადად განხილვას გადავალთ, მინდა წინა სიტყვაობა ვთქვა, რომ ამ ვიდეოში მოისმენთ ხუმრობებს, იმედია რომლებზეც გაგეცინებათ და ეს ხუმრობები არ ნიშნავს იმას, რომ მე ვემხრობი ქალებს ძალადობას. თუ ვინმე ძალადობთ ქალებზე, გთხოვთ, შეჩერდით. ჰეი, შენ მეგობარო, რომელიც ქალებს ურტყამ. გთხოვ, ეს აღარ გააკეთო. შემდეგ ჯერზე, როდესაც მოგინდება ქალისთვის ცხვირში მუშტის დარტყმა, ჩემი სიტყვები გაიხსენე, რომ ქალებზე კაცები არ ძალადობენ. აჰა. ეს გახლდათ წინა სიტყვაობა იმ მიამიტი გოგოების გასაგონად და საამებლად, რომლებსაც რეალურად სჯერათ, რომ თუ კაცები ვეტყვით სხვებს და ესე მოუწოდებთ, რომ ჰეი, ქალებს ძალადობა არ შეიძლება, ისინიც გაჩერდებიან. არ შეიძლება თურმე. მოვაგვარეთ ეგ პრობლემა მსოფლიოში. აჰა. ვიდეოს სრულად ვერ გაჩვენებთ, თვითონ დარტყმის მომენტს აქ ამოვჭრი, რადგან YouTube-ს არ მოსწონს ძალადობა, თუმცა Instagram-ს ნამდვილად მოსწონს, Instagram-ს ფეხებზე კიდია ქალზე ძალადობა, ასე რომ იქ stories-ზე დავდებ და ვისაც გნებავთ სრული ვიდეოს ნახვა, იქ შეგიძლიათ ნახოთ. ვუყუროთ. You are in my country, you motherfucker! You are in my country, motherfucker! This my brothers! Nothing! You motherfucker! Боже мой! Вызывайте полицию. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო კადრები საყურებლად და ეს ადამიანი კანონის მიხედვით დასჯას იმსახურებს, თუმცა გავერკვიოთ სიტუაციაში, უფრო ღრმად ჩავიდეთ, წავიკითხოთ კომენტარები, ნახოთ ხალხი რას ფიქრობს. სანამ მათზე გადავალ, მე მინდა ცენტრში განთავსებული ტექსტი წაგიკითხოთ, სადაც წერია, რომ საქართველოში კაცები შედიან სასტუმრო ოთახებში და ურტყამენ გოგოებს რუსულად საუბრის გამო. ანუ გულისხმობს იმას, რომ წესჩვეულება გვაქვს რა ესეთი, რომ აი შებრძანდით 64 ნომერში. იცოდეთ, მოწევა არ შეიძლება ნომერში. 12 საათის მერე ნუიხმაურებთ და ასევე საღამოს ერთი კაცი მოგაკითხავთ და გცემთ რა. ეს არის ჩვენი სასტუმროს წესები. მთელ საქართველოში ესეა, დიახ. აი ეს ეხსნიან, რომ ესეთები ვართ რა კაცები, ქართველი კაცები, რომ რუსულ საუბარს რო გავიგებთ გოგოსგან, მივდივართ ეგრევე ვურტყამთ. რა თქმა უნდა სიცრუეა, თუმცა კომენტარებში ბევრს ჯერა და მოუწოდებენ ხალხს, რომ არ ჩახვიდეთ ხალხო, რა გინდათ ამ დამპალ საქართველოში და ასე შემდეგ. ზოგი ადამიანი ამართლებს ამ კაცს საერთოდ და ეგრე უნდათ ძმაო ამ რუს ნაბოზარ პრასტიტუტკებს, ყველა უნდათ ზემო. თვითონ ეს გოგონა დაბადებულია უკრაინაში, მაგრამ ცხოვრობდა რუსეთში. ნუ რამდენი ხანი არ ვიცი, მაგრამ ეგ უბრალოდ წავიკითხე ინფორმაციები და ასე რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. რუსებსაც შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ უკრაინელებსაც. სხვა ადამიანის მხარესაც გავეცნოთ, ამ ბიჭის ერთ-ერთი მეგობრის კომენტარს გაჩვენებთ, რომელმაც დაწერა, რომ ყველაფერი ისე არ არისო თქვენ როგორც გონიათო და გაგაცნობთ რეალურად რა მოხდაო. წავიკითხოთ. ამ ისტორიის დასაწყისი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიყავით ქორწილში, ჩვენი მეგობრის ქორწილში. როდესაც მღეროდით და ვცეკვავდით, ეს გოგოები გვიყურებდნენ მესამე სართულის ფანჯრიდან, გვიყვიროდნენ, იცინოდნენ და გვიღებდნენ ვიდეოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვთხოვეთ, რომ დამშვიდებულიყვნენ და მიუღებელი იყო მათი ეს აქციელი და შეეწყვიტათ ამის კეთება, მაინც არ გაჩერდნენ და ამას გარდა მათ ასევე ღვინო დააქციეს DJ-ის აპარატურაზე, შეაფურთხეს მუსიკოს და იქცეოდნენ მიუღებლად. უკაცრავად, ვალერი მელაძის ინასტრანეთ შეგიძლიათ იმღეროთ? არა ქალბატონო ბოდიში. სამწუხაროდ ჩვენმა მეგობარმა დაკარგა მოთმინება, მივიდა ამ გოგონებთან და უთხრა, რომ შეეწყვიტათ მათი ქმედებები. მათ უთხრეს ამ მეგობარს, რომ რუსულად გველაპარაკეო, ამან უფრო აღაშფოთა ჩვენი მეგობარი და მან კითხა, რატო უნდა ელაპარაკა რუსულად საქართველოში. უთხრა, ან ქართულად მელაპარაკეთ, ან ინგლისურადო. ამ გოგომ მოკიდა მას ყელზე და ფიზიკურად თავს დაესხა მას. ამ ბიჭმა ბევრი რამე აიტანა, მაგრამ სამწუხაროდ ესე დასრულდა ეს ისტორია.
მე მას არ ვამართლებ, უბრალოდ ეს არის მთელი ისტორია. აი აქ მიუთით ასევე ამ ადამიანმა ამ თავისი მეგობრის ფოტო, რომ ესე დაკაწრაო იმ გოგომ და მე მოყვა ამას ეს ყველაფერიო. რა თქმა უნდა, ეს გასამართლებელი საბუთი არ არის, რომ გოგოს ურტყა, მაგრამ მაინც მეც გაცნობთ ინფორმაციას. თვითონ ვიდეოში გვესმის, რომ ეს გოგონა ეუბნება, ჩემ ნომერში ხარო და გადიო აქედანო და ის ბიჭი ეუბნება, რომ შენო ჩემ ქვეყანაში ხარო და ჩემი ძმის ქორწილშიო. და იქნებ საერთოდ ესე პატიჟებს ადამიანებს ქორწილში და ეუბნებოდა, რომ ჩამოდით გოგოებო, გავერთოთ ან რამე. დაპატიჟებული ხარ. და 150-ვე კაცი რო ეგრაზის ცხვირ გატეხილები. იქნებ ეგ არის საშვი მოსაწვევი ქორწილში. მიდიხარ, თქვენი მოსაწვევი, აი, ცხვირი მაგ გაღუნული, სისხლი მომდის. მობრძანდით. სასტუმრომ გამოაქვეყნა მიმართვა ამასთან დაკავშირებით, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდაო ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთაო, ჩვენი ბრალი არაფერი არ არისო. აქ აკლია, ჩემი აზრით, ერთი წინადადება, რომ ამ გოგოებს გადაეცემათ რაღაც 10%-იანი ფასდაკლება შემდეგ მოსვლაზე. და გთხოვთ, კარგი შეფასება დაგვიტოვეთ ბუკინგზე. შემდეგ ჩამოსვლაზე 10%-იან ფასდაკლებას მოგცემთ. და ეს გოგოები რო წერენ, რომ საღამოს ჩვენთვის ვისხედით, შემოგვივარდა ტიპი და ჩემ დაქალს კბილები ჩაულეცა. თუმცა საუზმე მოგვეწონა და ლოგინი რბილი იყო. კიდევ ჩამოვალთ. 3 ქულა 10-დან. არ ვიცი ხალხო, ანუ მესმის რომ ვერ გაგარკვიეთ სიმართლეში, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ არც არის რეალურად გარკვეული ესე ინტერნეტში ფართოდ სიმართლე. ანუ ვინ რას წერს, ვინ რას წერს. ვიღაცას რეალურად ჯერა იმისი რომ უბრალოდ იქ ოთახში იმყოფებოდნენ ეს გოგოები მშვიდად და ამ ბიჭმა რუსული საუბარი მოისმინა ოთახში, აუვარდა და ცემა და არც ვიცით ხო, შეიძლება ეგეც მომხდარიყო, მე რა ვიცი, მაგრამ ზოგს ჯერა მეორე მეგობრის ნაწერის რომ ის გოგოები ცუდად იქცეოდნენ, მუსიკოსებს აფურთხებდნენ და ამან გამოიწვია ყველაფერიო. მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე შეგიძლიათ Instagram-ზე იხილოთ სრული ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ და თუ საინტერესოდ გაგრძელდება, კიდევ გავაგრძელოთ განხილვა იმისი, რასაც გავარკვევ. ჩაო კაკაო.